თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ კიდევ 10 პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაკავებულთაგან 8 უმილის უფლებით სარგებლობს, დანარჩენი 2 პირი დათო ღურწკაიასა და კახაბერ კვაჭანტირაძის განცხადებით კი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან. პროცესზე ადვოკატთა ნაწილმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლება მოითხოვა, ნაწილმა კი სასამართლოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. ცნობისთვის 10-ვე ბრალდებულს პროკურატურა 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავება. ბრალდება ედავება ჯგუფურ ძალადობაში თანამონაწილეობას და ასევე მეორე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, ეს არის სტრატეგიული ობიექტების დაკავების მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე თვლიდა, რომ არ არსებობდა არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძვლები მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ზოგადად გამოყენების და მით უფრო ყველაზე მკაცრი სახის, სასამართლომ ჩვენი პოზიცია არ გაიზიარა. ჩვენი პოზიცია არ გაიზიარა ასევე იმ ნაწილშიც, რომ თავად ბრალდებულს აქვს ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ უთხარით, რომ ერთადერთი მარჩენალი იყო ამ ოჯახის, მაინც არ გაითვალისწინა და პატიმრობაში დატოვა. ხოლო რაც შეეხება მტკიცებულების მხრივ, ერთადერთი ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი არის წარმოდგენილი ამ სისხლის სამართლის საქმეზე ავთანდილ თოფჩიშვილის მიმართ და ისიც, რავი, ჩემი გადმოსახრიდან დარღვევით არის